მოგესალმებით პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით მივესალმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეკონომიკის მინისტრს, სტუმრებს. ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. Paolo Giancarlo, benvenuti nel nostro paese, benvenuti in Georgia. როდესაც პირველად დავიწყეთ საუბარი ტეზერთან ერთად ამ ღონისძიების ორგანიზებაზე, სკეპტიკოსების ეგონათ, რომ ეს მორიგი კონფერენცია, რაღაც მორიგი დისკუსია ტექნოლოგიებზე ან რაღაც ფულის მომავალზე იქნებოდა. მაგრამ ეს დღეს ჩემი აზრით უკვე სხვანაირად იგრძნობა. დღეს ჩვენი შეკრება იმის მაგალითია, რომ პატარა ქვეყანას გლობალურად აზროვნება შეუძლია. მაგალითია იმისა, რომ ინოვაცია მხოლოდ Silicon Valley-ში, ლონდონში და დუბაიში არ ხდება. მაგალითია იმისი, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სოფლიოს მასშტაბის უდიდესი კომპანიები დიდ საქმებს გააკეთებენ და შეიძლება რომ გააკეთონ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამერწმუნებით, რომ პოლიტიკაში ახალ იდეებზე უარის თქმა ყველაზე მარტივია, მაგრამ ძალიან გაცილებით რთულია გადადგა ნაბიჯები და პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა. სწორედ ეს განწყობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვითარდება ასე სწრაფად და ძლიერდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი რამ არ არის მხოლოდ მისი მასშტაბი და კომპანიის სიდიდე. ეს არის პირდაპირ რომ გითხრათ გამბედაობა, შეეჭიდო გრანდიოზულ პროექტებს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შენ გიყურებს, ხო? ამას ჭირდება იდეის რწმენა, ამას ჭირდება გამბედაობა, და ქართულ კულტურაში ეს ისტორიაში ამას ხშირად ამოიკითხავთ. დღეს საქართველო არის რეგიონში უნიშნულოვანესი როლის მატარებელი. ჩვენს ქვეყანა სანდო და გამორჩეული პარტნიორია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ქვეყნის გაძლიერებას. და ბოლოს ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ პაოლო არდოინოს და ბატონ ჯანკალო დევაზინის. მადლობა აკოფნისთვის, მადლობა ჩვენი ქვეყნისთვის გამოხატული ნდობისთვის. ისურვებ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ იმ მიზნებს მიაღწევთ, რაც ჩვენ ერთად ყველამ დავსახეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გმადლობთ